მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, ვსაუბრობთ Business Insider-ზე, ჩვენი მიმოხილვების ერთი დიდი ნაწილი ძალიან ლოგიკური მიზეზების და გამო ეთმობა სწორედ ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებას, ჩვენს ფართო სამეზობლოში არსებულ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტენდენციებს, ვინაიდან და რადგანაც ცხადია გვაინტერესებს პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ყოველთვის როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელებზე, ან როცა ჩვენ ვსაუბრობთ და ყოველთვის ვსაუბრობთ ეროვნული ვალუტის კურსზე, ან ინფლაციის მაჩვენებელებზე, ცხადია ყოველთვის თან ვაყოლებს სხვა თანაბარ პირობებში და დიახ, ეს სხვა თანაბარი პირობები არის სწორედ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, გლობალური პოლიტიკური დაძაბულობა, საომარი მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში და პოტენციურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ვიდრე დღეს ჩვენ ძირითად თემაზე გადავალთ და ძირითად თემას მოვიხილავთ როგორც ანალიტიკურ ნაწილში, ისე რა თქმა უნდა ჩვენ სტუმართან ერთად, მანამდე აუცილებლად მინდა შევხედოთ ორ დიაგრამას, სადაც ვნახავთ ჩვენ ვითარებას, თუ პოტენციურად რა გავლენის მატარებელი შესაძლოა იყოს, ან რა მინიმალური გავლენა შესაძლოა იქონდეს სწორედ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც ყოველთვის ჩვენი ანალიტიკური მოხილვების პრაქტიკულად 100%-ის ნაწილში ჩვენ ვეყდობით გალთენ თაგართის წყაროებს და ახლა თუ შეიძლება პირველი დიაგრამა სწორედ გალთენ თაგართის შეფასებიდან გამომდინარეა და ერთ-ერთი კვლევიდან გამომდინარეა მიმდინარე დიაგრამაზე არსებული ვითარება. მთლიანობაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სავალუტო შემოქმედების ნაწილზე, უპირატესად ჩვენ გვიხსოვთ ტურიზმს, ფულადგზავნილებს, ექსპორტს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ამ შემთხვევაში გვაქვს მთლიანი მაჩვენებელი თუ რა არის 2025 წლის მონაცემებით, რა წილობრივი მაჩვენებელია ამ შემთხვევაში კონფლიქტში მონაწილე ქვეყნებიდან, უპირველეს ყოვლისა ისრაელის შემთხვევაში, სადაც ვსაუბრობთ ჩვენ 5.5%-ზე, კიდევ ერთხელ ეს არის ამ შემთხვევაში მთლიანი მაჩვენებელი 2025 წლის ჭრილში, ირანის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 0.9%-ზე და სპარსეთის ყურის ქვეყნების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 2.5%-ზე. მაგრამ კიდევ უფრო ზუსტი შეფასებისთვის ცხადია მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვნახოთ ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში შემდგომი დიაგრამა, მეორე დიაგრამა. თუ შეიძლება, სადაც ვნახავთ სწორედ სავალუტო შემოდინებებს, ასევე ტურიზმიდან, ფულადგზავნილებიდან, ექსპორტიდან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებიდან, კონკრეტულად ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში 2025 წელს 2.5% ამ შემთხვევაში, ირანის შემთხვევაში უნიშნელო 0.4%-ია დაფიქსირებული, ხოლო რაც შეეხება სპარსეთის ყურის ქვეყნების შემთხვევაში ეს არის 1.1%. გავლენა ამ ნაწილში თუ შევხედავთ მართლაც მინიმალური გამოხატულებაა ციფრობრივ ჭრილში, ასე დაშვებების ფონზე, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ერთხელ კონფლიქტის ხანგრძლივობას და მეორეს მხრივ მასშტაბს და სიმძიმეს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ კონფლიქტის გარკვეული ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი და ასპექტი, მაგალითად ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა მიმართულებით თავდასხმები, როგორ ტურბულენტურ გავლენას ახდენს გლობალურ ნავთობის ფასებზე, რომელიც კიდევ ერთხელ შემდგომ გადაცემა ხდება სხვა პროდუქტებზე, რომელიც გლობალური ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. თუმცა პირველადი დაშვები და იმ დასკვნას დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ვეცდობით გალთენ თაგართის ამ კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანობაში საბაზისო სცენარის და მიხედვით გალთენ თაგართის იმავე პროგნოზის თანახმად საუბრობთ, რომ საქართველოში იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ 0.2%-ული პუნქტით შესაძლებელია იყოს შენელება, მაგრამ ეს არის იმ დაშვების პირობებში, როდესაც შესაძლებელია ერთ თვის განმავლობაში იყოს კონფლიქტი, მაგრამ ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში კონფლიქტის მასშტაბებზე საუბარი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ასევე ყოველდღიურად ცვალებად პოლიტიკურ განცხადებებს, პირობითად რომ თქვათ მთავარი აქტორების მხრიდან და რა იქნება გადაწყვეტის გზები, ცხადია ჩვენ ყველას გვაინტერესებს. კიდევ ერთხელ სხვა თანაბარ პირობებში საქართველოში გალთენ თაგართის პროგნოზის თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად, მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს უნდა იყოს, მოსალოდნელია. თუმცა არის ეს სხვა თანაბარი პირობები და გლობალურად მიმდინარე პროცესები. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მეორე თემის მიმოხილვებაზე, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ და Business Insider-ში გქონდა ჩვენ ამ ნაწილის ძალიან ვრცელი მიმოხილვა სიუჟეტურ ჭრილშიც, საუბარი შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციას
კვლავ გალთენთ თაგართის მიერ ჩვენ ნახეთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სოფლის მეურნეობის მინისტრის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის შეფასებები ამ კუთხით ჩვენგან პოლიტიკის მიმოხილვა გავაკეთეთ ინდექსთან დაკავშირებით. კვლავ მინდა კიდევ ერთი მცირე ნაწილი ამ კუთხით შემოგთავაზოთ, ვიდრე ასევე ვისაუბრებთ და ვიდრე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება სადაც ამ შემთხვევაში შევხედავთ სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის მაჩვენებლებს, რომელიც სამი ქვე-ინდექსისგან შედგება, ანუ ეს ახალი ინდექსი, მე დეტალებში არ შევალ ინდექსთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ ჯობს რომ ჩვენ სტუმართან ერთად გავარჩიოთ, თუმცა საინტერესო მაჩვენებლებია ამ კუთხით, საინტერესო მიმართულებებია, რომელიც მოიცავს პროდუქტიულობას, ფასების სტაბილურობას და ინვესტიციებს, აი ამ დონეზე ხდება ამ შემთხვევაში ინდექსის მიხედვით მოკვლევა, ასე ვთქვათ, არსებული ვითარების და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ჩაშლა აქ ინდექს და ასევე დარწმუნებული ვარ ჩვენს მოყოლებას საინტერესებს პროგნოზები საბოლოო ჯამში ინდექსის პრეზენტაციის შედეგად გაჟღერებული, რომელიც ასევე თან ახლავს კვლევას და ბოლო დიაგრამა თუ შეიძლება ამ კუთხით ამ პროგნოზების წილ შევხედავთ ბიზნესის გაფართოება და ინვესტიციების და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპს გააორმაგებს. ანუ ლაპარაკია გაორმაგებაზე, როგორი პოზიტიური ამ შემთხვევაში ბოლოდინის ნაწილი, როდესაც საუბარია გაორმაგებაზე, ნიშნავს რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე სოფლის მეურნეობაში, ბიზნესის მეტ ჩართულობაზე, ბიზნესის გაფართოებაზე სოფლის მეურნეობაში და აი დიაგრამა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, რომელიც 2030 წლამდე იძლევა პროგნოზირების საშუალებას, თუ ჩვენ დავაკვირდებით პორტოხლისფერი ნაწილით აღნიშნულია სწორედ საბაზო სცენარი, როდესაც რა იქნება ფიქრობთ 2.5% ფარგლებში, 2029-2030-თვის 2028-ის მაჩვენებელს 3.2%-ს ხედავთ. ხომ აი განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდის საშუალო მაჩვენებელი რა ვიყო, ჩვენ საუბრობთ გაორმაგებულ მაჩვენებელზე, მაჩვენებელს 2019-ს 5.30, 2030 წელს 5.7%-ზე. საუბრობთ მაშინ როცა საბაზისო სცენარის მიხედვით არის მხოლოდ 2.5%. ასეთი საინტერესო ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ფინალური ნაწილი მოუყევი ამ შემთხვევაში ინდექსის პროგნოზირების ნაწილის, თუმცა ინდექსზე უფრო დეტალურად მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ ბატონ ლაშა ქავთარაძესთან, გალთენთაგართის მთავარ ეკონომისტთან. ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მოგზანებისათვის. თქვენთან საუბარი და დისკუსია ჩვენ სხვა პლატფორმებზე არაერთხელ გქონია, ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და ამ შემთხვევაში მინდა აქცენტირებულად ვისაუბროთ ინდექსთან დაკავშირებით. ჩვენ გქონდა სიუჟეტურად რამოდენიმე გადაცემით ადრე მიმოხილვა სწორედ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ იგივე ინდექსის პრეზენტაციაზე ერთხელ საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნახეთ მინისტრები და ასევე ნახეთ ძალიან ფართო წარმომადგენლობა ბიზნეს სექტორის, მოვისმინეთ პრემიერის ოფისის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მიმართვები ამ ნაწილში და ძალიან საინტერესო შეფასებები ჰქონდათ ასევე ბიზნესმენებს. მაგრამ ჯამში თქვენ რო გაგვასწროთ და მათ შორის მოსახლეობას რო კარგად რომ აუხსნათ, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და ზოგადად ამ სფეროში რატომ არის მნიშვნელოვანი ინდექსის არსებობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. რაც შეეხება გალთენთაგართის მიერ შექმნილ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს, ფაქტობრივად ეს ინდექსი ზომავს თუ როგორი პროგრესი შეიძლება იყოს ან არ იყოს მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგში, ეს ეფუძნება ფაქტობრივად იმ ინდიკატორებს, რომლებიც ამ ინდექსში არის შესული და ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ თითოეული ინდიკატორის პროგრესი. და თითოეული ინდიკატორის პროგრესი ჯამურად გვაძლევს თუ რა სურათი შეიძლება არსებობდეს სოფლის მეურნეობის დარგში. ფაქტობრივად ეს ინდექსი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ სად დგას სოფლის მეურნეობა დღეს, როგორ იცვლება ის დროში და რა მიმართულებით. ეს არის მარტივად, ასე ვთქვათ, მარტივი მიზანი აი ჩვენი ინდექსის. კი ბატონო და მართლაც რეალურად ჩემი აზრით ეს არის პირველი ძალიან კარგი საშუალება რომ გარედან დავაკვირდეთ და ჩვენთვის ანალიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ხომ როდესაც ინდექსის მთელი ვერსია მიმოხილვა უკვე საპრეზენტაციო ნაწილი. ნახე მართლაც უამრავი ახალი იდეა ჩდება რა როგორ შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით, რას როგორ შეიძლება შევხედოთ. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ უფრო მეტი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ანუ როგორ ვითვლით, ვინაიდან მთავარი კითხვა არის ხოლმე თვლასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ამ ინდექსისთვის. ფაქტობრივად ჩვენ პირველ რიგში გამოვედით მონაცემების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. აქ ჩვენ დიდწილად საჯარო ინფორმაცია გამოვიყენეთ, თუმცა გვაქვს ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ მათ აქტიური თანამშრომლობისთვის და ჩვენი ინდექსი აგებული არის შემდეგნაირად. გვაქვს 3 ფაქტობრივად სექცია და თითოეულ სექციაში გვაქვს 3 ინდიკატორი, შეგვიძლია დავარქვათ და 3 ინდიკატორი შედის თითოეულ სექციაში, თითოეულ ქვეინდექსში. მაგალითად, აღებული გვაქვს პროდუქტიულობის სექცია, მეორე არის ფასების სტაბილურობის სექცია და მესამე არის ინვესტიციების სექცია და რომ დავიწყოთ ახლა ჩავშალოთ ეს პროდუქტიულობის სექციაში ფაქტობრივად ჩვენ განხილული გვაქვს ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა თუ როგორი არის 1 ჰექტარზე. ასევე მასში შედის მეცხოველეობის პროდუქტების წარმატება და ასევე სამუშაო ძალის პროდუქტიულობა. ანუ ერთი დასაქმებული აი ამ სექტორში რა რეალურ დამატებულ ღირებულებას ქმნის. ამ სამ ასე ვთქვათ ინდიკატორს კარგი მაღალი წონა აქვთ, აი მთლიან ინდიკატორებს თუ შეხვედათ, ხო, ყველა ინდიკატორთან შედარებით მაღალი წონა აქვთ აი სამ ინდიკატორს. რაც შეეხება მეორე სექციას, მეორე ქვეინდექსს, ეს არის ფასების სტაბილურობის ქვეინდექსი და ამ ინდექსში შედის შემდეგი ინდიკატორები, მაგალითად, ერთი პროდუქტი რომ ვაწარმოოთ სოფლის მეურნეობის დარგში, შუალედური ხარჯები, მოცულობა როგორი არის, ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს აღებული ფასები ფერმის კართან, ანუ პროდუქცია როდესაც შეიქმნა და შემდგომ უნდა გაიყიდოს, რა ფასად იყიდება ის უშუალოდ ფერმერთან და მესამე უკვე არის ფასები როდესაც ის ხდება შემდგენს საცალო ქსელში, რა ფასად იყიდება, ხო? და ეს ამის რყევები გვაქვს შესწავლილი. ძირითადად ეს არის სურსათის ფასების რყევები წლიურ ჭრილში. აი ამ ინდექს სექციაში სურსათის ფასების რყევები და ფასები ფერმის კართან გამოირჩება უფრო მაღალი წონით, ვიდრე მესამე მაგალითად შუალედური დანახარჯები ერთი პროდუქციის საწარმოებლად. და მესამე სექციასაც გეტყვით, ეს მესამე სექციაში ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ინვესტიციები დავარქვით ამას იქიდან გამომდინარე რომ 3 ინდიკატორიდან ინვესტიციებს აქვს ყველაზე მაღალი წონა. ანუ ინვესტიციები აქ არ შედის კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები ნათესი ფართობების 1 ჰექტარზე როგორი არის და ასევე 2 დამატებით ინდიკატორი გვაქვს ჩვენ, ეს არის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროგრამების შესრულება და ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში როგორ გამოიყურება და ეს 9 ფაქტობრივად კომპონენტი ქმნის აი ამ ინდექსს და გვიჩვენებს იმას, რომ როგორი დინამიკა არის თითოეულ კომპონენტში, როგორ იცვლება ეს და ეს ჯამურად როგორ გავლენას ახდენს მერე მთლიან ინდექსზე. ანუ ფაქტობრივად სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აი ამ ფაქტორებს აერთიანებს, რომლის წონები არ არის სხვათა შორის ხელოვნურად მინიჭებული, რომ აი მაგას მაგალითად აი ეს ინდიკატორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მივანიჭოთ და ეს არის სტატისტიკურად შეფასებული და სტატისტიკური მეთოდოლოგიით ხდება აი ამ წონების მინიჭება და ავტომატურად ასე ვთქვათ ხდება ამის გაკეთება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ცხადია, ყოველთვის გვაინტერესებს როცა ჩვენ საუბრობთ შედარებით ნაწილზე მით უმეტეს ინდექსის განახლება რა პერიოდულობით მოხდება განახლება, ანუ როგორ შევძლებთ დაკვირვებას დინამიკაში. ეხლა ინდექსის განახლებას ჩვენ ვაპირებთ ყოველწლიურად, იმიტომ რომ მონაცემები ამ სექტორში არის ყოველწლიური, შესაძლოა გარკვეული ტიპის მონაცემი იყოს კვარტალური, თუმცა ამ ინდექსს რაც ჭირდება ის 9 ინდიკატორი სრულყოფილი ინფორმაცია არის მაინც ყოველწლიურ ჭრილში და შესაბამისად მოგვიწევს რომ ყოველი წლის დასაწყისში გქონდეს განახლებული ინდექსი, იმიტომ რომ მაგალითად 2025 წლის მონაცემი, რომელიც ამ ინდექსში არ არის, ეს იქნება ხელმისაწვდომი 2000 მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, თუმცა გარკვეული ინფორმაცია შემდგომ გარკვეული ინდიკატორებისა ზუსტდება და იმისათვის რომ დაზუსტებული მონაცემებით იყოს განახლებული, შესაბამისად ყოველი წლის პირველ კვარტალში გვექნება განახლება და შესაბამისად ის კომპონენტები, რაც შედის ამ ინდექსში, სრულად იქნება ასახული ჩვენს პუბლიკაციებში. ანუ სრულყოფილ მაჩვენებლებს ჩვენ წლიდან წლამდე ამ წლიურ ჭრილში შევხედავთ ამ ნაწილს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ ქვეინდექსების არსებულ დინამიკაზე, ამ კუთხით, იმდენად საინტერესოა ხა ქვეინდექსები თავისი ჩარჩლებით, რომ უნებრივია დინამიკა საინტერესო შესაფასებელია თავისთავად. ახლა რაც შეეხება ქვეინდექსების დინამიკას, მაგალითად პროდუქტიულობის ქვეინდექსი საკმაოდ
მზარდი არის და ეს მიუთითებს, რომ ამ დარგში გვაქვს პროგრესი პროდუქტიულობის კუთხით. შესაძლოა ჯამურად სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქტიულობა არ იყოს ისეთივე მაღალი, როგორც სხვა დარგებში არის და რა თქმა უნდა დაბალი არის, იმიტომ რომ უფრო მეტი დასაქმებული არის აი ამ დარგში და შესაბამისად გამოშვება არ არის, ასე ვთქვათ, იმ დონის და პროდუქტიულობა ნაკლებ პროდუქტიულობაზე მიუთითებს. თუმცა ჩვენ როდესაც ვზომავთ მაგალითად მოსავლიანობის, ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოდობის და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის პროგრესი მნიშვნელოვნად არის 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით და ერთი წელი იყო ამ ჩვენ ინდექსშიც ნაჩვენები არის 2022 წელი, როდესაც შენელება იყო და ეს შენელება ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებამ გამოიწვია და ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მაგალითად ამინდის გარემო პირობებთან იყოს დაკავშირებული და ეხლა ჩვენ კარგად არ გვახსოვს 2022 წელს რა მოხდა, შესაბამისად ეს ინდექსში გვაქვს ეს მოცემულობა. რაც შეეხება მეორე სექციას, ფასების სტაბილურობას, ეს გარკვეული რყევადობით გამოირჩევა. ფასების სტაბილურობასთან ყველაზე საინტერესოა ხოლმე მოსახლეობისთვის რა თქმა უნდა და აქ შედის როგორც აღნიშნე შუალედური დანახარჯები, ფასები ფერმის გარდა და სურსათის ფასების რყევები. ნუ ყველაზე დიდ გავლენას ამ სექციაზე სურსათის ფასების ასე ვთქვათ, რყევები ახდენს, მაგათად 2019-2020 წლები იყო, როდესაც რყევები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და შესაბამისად აი ამ ქვეინდექსზე უარყოფითად იქონია გავლენა, შემდგომ 2021 წელი იყო დასტაბილურება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ფასების დონე შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ თვითონ რყევების ნაწილში იყო სტაბილურობა მიღწეული, 2022 წლიდან ისევ დაიწყო რყევები 2023 წლის გარკვეულ თვეებში გაგრძელდა და დასტაბილურება ისევ 2024 წელს გამოჩნდა. ნუ იყო მაგალითად პერიოდი, როდესაც მაგალითად 2022 წელს აქაც მაგალითად სამუშაო ძალის ისა შუალედური დანახარჯები ერთი პროდუქციის გამოსაშვებად იყო გარკვეული ასე ვთქვათ შენელება, თუმცა ჯამურად მაინც ყველაზე დიდ განელას როგორც უკვე ვთქვით პირველი კომპონენტი ახდენს. და რაც შეეხება ბოლო სექციას, ინვესტიციების სექციას, ეს რა თქმა უნდა ამ კუთხით პროგრესი გვაქვს 2017 წლიდან მოყოლებული გაზრდილი არის 2024 წლის ჩათვლით განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი ფიქსირდება 17-2021 წლებში და შემდგომ გარკვეული შენელება გვაქვს და ამ ზრდას ჩვენ უკავშირებთ პირველ 2017-2021 წლებში, როდესაც ბიზნესის წილის ზრდა შესამჩნევი გახდა 17 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბიზნესის წილი მოკრძალებული არის დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში არის. საერთო მაჩვენებელში ეს პროგრესი მნიშვნელოვნად იყო შესამჩნევი წინა პერიოდებში. ეხლა შენელებული არის, შესაბამისად ეს გამოწვევა არის ამ დარგისთვის, იმიტომ რომ მეტი ინვესტიციები სჭირდება, მეტი ინფრასტრუქტურა გვჭირდება ჩვენ სოფლის მეურნეობის დარგში, იმისათვის რომ ინვესტიციების ზრდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გააუმჯობესოს შემდგომ პროდუქტიულობის მაჩვენებელი, ხო? და ორივე კომპონენტი ფაქტობრივად ყველაზე მაღალი წონით გამოირჩევა ჩვენს ინდექსში და შესაბამისად ეს იქნება მამოძრავებელი, რომელიც ინდექსის ზრდის ტემპს დააჩქარებს შემდგომ პერიოდში თუ ჩვენ ვიხილავთ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს და შესაბამისად ბიზნესის უფრო გააქტიურებას ამ მიმართულებით. კი ბატონო, ჩვენ შესავალ ნაწილში ვაჩვენეთ ასევე თქვენი ეს დაშვება გაორმაგებასთან დაკავშირებით, ხო? თუ ინვესტიციები იქნება აქტიური და ბიზნესი იქნება აქტიურად ჩართული. ნუ რაც ესეთი სოლიდური განაცხადია, თქო, ამ შემთხვევაში ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით. კი, ამ კუთხით სახელმწიფოს კუთხით რომ გავაანალიზოთ, მზარდი არის ეს სახელმწიფოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ხდება ეს, თუმცა ჩვენ ჯამურ მაჩვენებელს ვუყურებთ და ფიქრობთ, რომ გაგრძელდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება, ანუ კაპიტალური ხარჯების დაფინანსება და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესის წილი ის, რაც დღეს გვაქვს მოცემულობა, ეს იყოს მაგალითად 30%-მდე გაზრდილი, ხო? თუ ამას ვიხილავთ ჩვენ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ სოფლის მეურნეობის რეალური დამატებული ღირებულება
მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფაქტობრივად ჩვენ რაც გვაქვს საბაზისო პროგნოზი, იმ საბაზისო შედარებით გაურმაგებას კი შეიძლება ვიხილოთ, რომელიც ნიშნავს ასევე, რომ სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში გაურმაგდება მომდევნო 5 წელში თუ ბიზნესის წილი გაიზრდება. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არის გამოწვევები, როგორ შეიძლება გაიზარდოს ბიზნესის წილი, ხო? ხო, აი ზუსტად ეს ნაწილი არის აქ საინტერესო გამოწვევების ჭრილში, ვინაიდან აი ეხლა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ინდექსის პრეზენტაციის დროს სახელმწიფო სექტორი აი ასეთი წარმომადგენლობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრები, საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიდერები სრულად ბიზნეს სექტორი პრაქტიკულად ამ სფეროში მოქმედი ყველა კომპანია ან ირიბად დაკავშირებული ყველა კომპანია იყო ჩართული, ხომ? თითქოს საერთო სურვილია განვითარების, აი რა შეიძლება გაკეთდეს, რა გამოწვევებია, რომელიც შეიძლება სწრაფად და თქვენც აი ამ საზოგადოების წინაშე ისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, ხო, რომელსაც საუბრობთ. აი რა ძირითადი ნაწილია, რაც შეიძლება შედარებით სწრაფად მოგვარდეს. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება დავაფიქსიროთ. ჩვენ ერთი არის დანაწევრებული მიწები, მაგალითად შევხედავთ მეურნეობებს 5 ჰექტარზე ნაკლები მეურნეობების წილი საკმაოდ მაღალი 90-93%-ის მაგალითად 5 ჰექტარზე ქვემოთ ვისაც ეგ არის 90%. ხო, ანუ მთელი სამეურნეო ნაწილის, ანუ ვინც ამუშავებს მიწებს. რაც ბიზნესისთვის შემერთებელი არის იმისათვის, რომ მაგალითად მასშტაბის ეფექტი გქონდეს, ხო, გჭირდება უფრო მსხვილი მიწა და მსხვილი მიწას როცა გექნება შესაბამისად ტექნიკაც შეგიძლია მოიყვანო, გქონდეს საკუთარი ტექნიკა, რომელიც ასევე ცოდნას მოიტანს, ანუ ცოდნასთან ერთად და ეს პრობლემები იქნება აღმოფხვრილი, რომ როდესაც გაქვს ეს მასშტაბის ეფექტი და ეს გამსხვილებული მიწის გარეშე ძნელი არის ამის მიღწევა. ნუ არსებობს ქვეყნები, რომლებიც აღწევენ ნაკლები მიწიანობით მაღალ ეფექტურობას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების კუთხით მაღალი თვით უზრუნველყოფა აქვს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება იმისათვის, რომ მსხვილი მიწა იყოს და შესაბამისად ბიზნესი ამით იყოს დაინტერესებული, რომ შევიდეს. მე მოხდეს ამის დახვეწა. ნუ ტექნოლოგიები და ცოდნა როგორც ვახსენე, მე ბიზნეს შემოაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ანუ ამის გარეშეც ხო ძალიან ასე ვთქვათ შეიძლება ვთქვათ, რომ ქაუტურადაც ხდება გარკვეული მიმართულებით საქმიანობა. ზოგჯერ ხდება თუ დავაკვირდებით, რომ ერთ წელს მაგალითად ერთწლიანი კულტურები შეიძლება ერთი მიმართულება იყოს საინტერესო, მეორე წელს სხვა მიმართულება არის და ამას ფერმერი უყურებს ამ გლეხი უყურებს ფასებიდან გამომდინარე, ხო? თუ ერთ წელს ფასი მაღალი იქნება ერთ პროდუქციაში, შესაბამისად მეორე წელს ამ ტიპის პროდუქტის მოყვანა და მე ჭარბი მეთოდება ხდება და ანუ ეს არის ცოდნის ნაკლებობა, ხო? შესაბამისად აი ამ მეტი ცოდნა, მეტი ტექნოლოგიები, გამსხვილებული მიწები ეს მოიტანს წარმატებას სოფლის მეურნეობის დარგისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩვენს ინდექსზეც, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსზეც უშუალოდ ეს აისახება. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორედ აი კიდევ ერთხელ უფიქრდებით, ახლა საქართველოშიც ის მიმართულებები განვითარდა უფრო სწრაფად, სადაც სწრაფად შემოვიდა ინვესტიციები, რომელსაც მოყვა ცოდნაც ბუნებრივია და ტექნოლოგიების თავისთავად ხარ და ის მიმართულებები განვითარდა კიდევ უფრო მეტად. ალბათ მნიშვნელოვანია აქაც რომ აი ის თქვენი პროგნოზის ბიზნესის და ინვესტიციების განმავლობაში მეტად დაინტერესება სწრაფად უზრუნველყო. დარწმუნებული მივართ ამ ნაწილზე ინდექსი გვეხმარება ფაქტია, იმიტომ რომ ინდექსი კარგად უწყობს ხელს იდენტიფიცირებას და მე შემდგომ დიალოგს ამ ნაწილს. სწორედ ამ ნაწილში მინდა გკითხოთ აი ინდექსის ჭრილში იგივე რა მნიშვნელობა აქვს უფრო ეფექტიან პოლიტიკის განხორციელებას და ცხადია მონიტორინგის მნიშვნელობას, რომ როგორ დავაკვირდეთ ვითარებას. ეს ინდექსი იძლევა შესაძლებლობას კარგი მონიტორინგი გავაკეთოთ აი ამ კუთხით პირდაპირ. შევხედოთ კომპონენტებს, რომ კომპონენტებში გვაქვს პროგრესი, ეს პროგრესი დამაკმაყოფილებელია თუ არ არის დამაკმაყოფილებელი, უფრო მეტად არის სახელმწიფოს როლის გაზრდა თუ ბიზნესის მიმართულებით, ასევე უფრო მეტი აქტივობა არის საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მე მაგალითად შევადაროთ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუმჯობესება ჩვენთან რამდენად უფრო სწრაფად ხდება ვიდრე სხვა ქვეყნებში. აი ამ კუთხით არის ხო, დაკვირვება კარგია. გამოყენება ეს ინდექსი, ასევე შევხედოთ მაგალითად შუალედური დანახარჯები, რომლითაც უნდა იწარმოოს ხო ეს პროდუქცია, როგორ არის საერთაშორისო ბაზრებზე ფასები, ჩვენთან შემდგომ როგორ ხდება ამის, არის თუ არა
მიმართულებები, სადაც შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული ნაკლები ამ დანახარჯებით მივიღოთ უფრო მაქსიმალური სარგებელი მოსავლიანობის კუთხით, წარმადობის კუთხით და ასე შემდეგ, ხო? აი ამ თითოეული ინდიკატორი შეიძლება დავაკვირდეთ. დავაკვირდეთ მაგალითად სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას, ეს პროგრამები მაგალითად შენელდა, რატომ შენელდა, გაჯერდა ეს მიმართულება თუ მაგალითად სხვა პრობლემები არის, ხო? ამის ანუ იდენტიფიცირება უკვე ამ ინდექსიდან გამომდინარე შეგვიძლია მარტივად გავაკეთოთ და ამიტომაც არის რომ ინდექსი თვითონ შინაარსობრივად ძალიან მარტივი არის, რომ შევხედავთ ინდექსს 9 ძირითადი ინდიკატორი არის, სიმარტივი არის, შეუძლიათ პოლიტიკის გამტარებლებს, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეულ ინდიკატორის მიხედვით მაგალითად გარკვეული შეფასებები და გადაწყვეტილებები მიიღონ და მოგეხსენებათ დროული და მაღალხარისხიანი მონაცემები რაოდენ მნიშვნელოვანი არის ზოგადად არა მარტო ამ დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა სფეროებისთვის, ხო? ამიტომაც ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მონაცემები და დაიხვეწოს და შესაბამისად ჩვენ ამას ავსახავთ ინდექსში, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაც ვიხილოთ, უფრო მეტი ინდიკატორები მოვიცვათ, ეს ყველაფერი გამომდინარეობს თუ რა ტიპის მონაცემებზე გვექნება ხელმისაწვდომობა. კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი თქვენ რაც აღნიშნეთ, სწორი იდენტიფიცირება საკითხების, იგივე სახელმწიფო პროგრამებთან მიმართებაში, მართლაც უფრო ეფექტიანად შეფასება, ეფექტურობის გაზომა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებიც მათ შორის, ხომ? არის კონკრეტული მოცემულობით შემოსაზღვრული და მის ეფექტიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ ეს რაღაცა ის არ არის, ასე ვთქვათ, უბრალოდ ხარჯვა, ცხადია თითოეული თეთრის გაზომვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან კარგია ინდექსის სამკუთხით დახმარება და კიდევ ერთხელ ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, ჩემი დაკვირვებით ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სექტორისთვის, ხო? სახელმწიფოს მხრიდანაც და ბიზნეს სექტორისთვისაც, ვინაიდან მე მგონი თუ დიდ კომპანიებს საშუალება აქვთ რომ მეტნაკლებად ცოტა მეტი ინფორმაცია სხვაგვარად მოიზრდონ, ხა თქვენ ინდექს საშუალებას ადლობს ყველას პრაქტიკულად რომ ამ ვითარებას ჩახედოს. კი, პრაქტიკული მნიშვნელობად, იმიტომ რომ ზოგადი სურათი შეგვიძლია დავინახოთ ამ ინდექსიდან ძალიან კარგად. და შემდგომ ყოველთვის ჩვენ ინდექსთან ერთად ვაკეთებთ ხოლმე მიმოხილვას, ანუ ამ სექტორში სხვადასხვა მიმართულებების, სხვადასხვა პროდუქტების დონეზე, რომელიც მაგალითად ეხლა როდესაც გავაკეთეთ ეს ინდექსი, ამას თან ახლდა მეორე პროდუქტიც და ფაქტობრივად იქ უფრო გაშლილი იყო და დავინახეთ თუ ეს აგრეგირებულად ზოგადად უყურებს ყველაფერს სოფლის მეურნეობის დარგში ის ინდიკატორები, რაც ჩვენ გვაქვს ამ ინდექსში ჩართული, შესაბამისად მეორე ნაწილი არის, რომელიც მე უკვე კონკრეტულად დეტალებში მივდივარ, თითოეულ პროდუქტს უყურებთ, მაგალითად ჩვენთან მოსავლიანობა როგორი არის, თითოეულ მარცვლეულ კულტურებს შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევადაროთ სხვა ქვეყნებს, რატომ გვისწრებს სხვა ქვეყანა მეზობელი ქვეყნებიც გვისწრებს გარკვეული მიმართულებით და როდესაც შეიძლება პირობები ერთნაირი ქონდეს, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, შემდგომ გამოვიყენოთ ეს ინდექსი. ხო? და ამის მიხედვით მოვახდინოთ სწორი გადაწყვეტილებები და ფაქტობრივად ეს არის პრაქტიკულად უნდა შევხედოთ. პრაქტიკულობიდან გამომდინარე არის ძალიან საინტერესო. კი ბატონო, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და რასაც თქვენ აღნიშნავთ, ხა რეალურად ეს არის კვალიფიციური მსჯელობა საკითხებზე, პრაქტიკული ანალიზზე დაყრდნობით, ამის ფუფუნებას და ამის საშუალებას გვაძლევს ინდექსი, იმიტომ რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ვახსენეთ ჩვენ ქაუტურობას არ ქონდეს, ადგილობრივ ერთ-ერთი რამე იყოს პოპულარული. პოპულარობის და მიხედვით კი არა, დაკვირვებით, ანალიზით რა როგორ ჯობს და უფრო მდგრადი განვითარების ბუნებრივია ეს ნაწილია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონ ლაშა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის და გავთი ყოველთვის გვანებივრებს ჩვენ ძალიან სოლიდური კვლევებით, ბევრი მიმართულებით დაგვემატა ეხლა სოფლის მეურნეობა, რომელიც ძალიან გვაკლდა, იმიტომ რომ ამ სფეროს ანალიზი უნდა ვაღიარო, ორ წელიწადზე მეტია, ასე ვთქვათ, ანალიტიკურ გადაცემებს ვაკეთებთ და აი სოფლის მეურნეობის ნაწილი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად შესაფასებელი, შეიძლება ასე ითქვას, მონაცემები არსებობდა, მაგრამ არა ესე კომპლექსურად და არა ესე დანახული, როგორც ინდექსმა წარმოადგინა. სხვათა შორის ჩვენ გარკვეული პროდუქტების მიმართულებით გვაქვს უფრო დეტალური ანალიზი და ვაპირებთ რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს და გარკვეული პროდუქტები, რომლებიც საინტერესო არის, რომელსაც აქვს მაგალითად პოტენციალი უფრო აქტიურად იყოს ბიზნესი წარმოდგენილი, პერიოდულად მოვახდენთ ხოლმე ასეთი პროდუქტების
გამოქვეყნებოდა და ანუ ამას წელსაც დაველოდებით ჩვენ მიმდინარე წელსაც შეიძლება დაველოდოთ გარკვეულ ნაწილს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გალთან ერთად ამ მიმართულებით არ ვქონთ ამ მიმართულებით არა ერთხელ ვისაუბროთ თქვენ დასაწყისში არ გიშდეთ რომ პირველად ვარო თქვენთან სტუდიაში პირველად ხართ ან გალთიდანაც პირველად ხართ და ძალიან გვიხარია ეს ნაწილი რა თქმა უნდა ვინაიდან თქვენ კი პირველად ხართ და გალთიც ასე პირველად არის თქვენი სახით წარმოდგენილი, მაგრამ გალთი მუდმივად არის ჩვენს ანალიტიკურ ნაწილზე პრაქტიკულად ამ გადაცემის შექმნის პირველი დღიდან ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე. ასევე მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ კვლევასაც მინდა ასევე ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ღადია გალთენ ტაგარტის ამ კვლევას როგორც გალთენ ტაგარტის სხვა კვლევებსაც, მაგრამ ამ კონკრეტულ კვლევას მე დღეს ამ კვლევაზე ცლად ვისაუბრეთ და ინდექსზე ჩვენ ცლად ვისაუბრეთ. ინდექსის უფრო დეტალური ანალიზი ძალიან კარგი პრეზენტაცია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკვე გალთენ ტაგარტის ვებგვერდზე მართლაც დარწმუნებული ვარ რომ არის ძალიან გასაგებ ენაზე აღწერილი არა მხოლოდ დარგის სპეციალისტების არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში მე დღეს ამით გემშვიდობებით ჩვენ ხვალ დავბრუნდებით